მტკვიანი გრეტელი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მზარეული გოგო, სახელად გრეტელი. მას წითელქუსლიანი მაშიები ჰქონდა. ჰოდა საგარეოდ იმ მაშიებს რომ ჩაიცვამდა, შეტრიალდებოდა, შემოტრიალდებოდა, მხიარულ გუნებაზე დადგებოდა და გაიფიქრებდა. ეს რა მშვენიერი გოგო ვარ. შინ რომ დაბრუნდებოდა, სიხარულისაგან ერთ ყლუბ ღვინოსაც გადაჰკრავდა და რა კი ღვინო მადის გახსნა იცის, რაც კი რამ საუკეთესო ეგულებოდა თავისი დამზადებული, ჩამოუვლიდა და მანამ უსინჯავდა გემოს, სანამ კარგად არ გამოძღებოდა. მზარეულმა ხომ უნდა იცოდეს კერძი გემრიელი გამოუვიდა თუ არა. ერთხელ ბატონმა უთხრა: გრეტელ, ამ საღამოს სტუმარს ველოდები და 2 ვარია კარგად შემიბრაწე. ბატონი ბრძანდები. უპასუხა გრეტელმა. დაკლა ვარიები. ამოავლო მდუღარეში, გაპუტა. შამფურზე წამოაგო და საღამომ რომ მოატანა ცეცხლზე დააწყო. დაიბრაცა ვარიები. სტუმარი კი არსად ჩანდა. გასძახა ბატონს გრეტელმა. სტუმარი არ მოდის, ვარიები კი უკვე გამოსაღებია. ახლავე თუ არ შეიჭამა, გაცივდება და მერე რაღა გემოექნება. მაშინ გავიქცევი და სტუმარს მე თვითონ მოვიყვან. უპასუხა ბატონმა. როგორც კი ბატონი თვალს მიეფარა, გრეტელმა შამფური განზე გადადო და გაიფიქრა. ვინ იცის როდის მოვლენ? მანამ თუ ცეცხლთან ვიდგები, გავიოფლები და მომწყურდება. ჯობია ახლავე ჩავირბინო სარდაფში და ერთი ყლუპი ღვინო მოვსვა. ჩავიდა, ავსო კათხა და თქვა. ღმერთი შეგეწიოს გრეტელ. და ერთი გემრიელად მოსვა. ღვინოს ღვინო უყვარს, არ ვარგა პირის მოშორება. და ერთი გვარიანი ყლუპი კიდევ მოსვა. შემდეგ ავიდა სამზარეულოში, ვარიებს ერბო წაუსვა, ისევ ცეცხლს მიუმარჯვა და შამფური დაადრიალა. სუნმა მადა აღუძრა და გაიფიქრა. მოდი გავსინჯავ, რამე ხომ არაკლია. აუსვა თითი, გაილოკა და თქვა. იფ რა გემრიელია. საცოდაობა იქნება ახლავე რომ არ შეიჭამოს. მიირბინა ფანჯარასთან. ბატონი და მისი სტუმარი ხომ არ მოდიანო, მაგრამ არავინ ჩანდა. ისევ მიუცუწყდა ვარიებს და გაიფიქრა. ცალი ფრთა დასწვია და ჯობია შევჭამო. მოათალა და შეჭამა. ძალიან ეგემრიელა. ხოდა გაიფიქრა. მოდი მეორესაც მოვაცლი, თორემ ბატონი მიხვდება ცალი ფრთა რომ აკლია. შეჭამა მეორე ფრთაც და კიდევ გაიხედა განჯარაში, ხომ არ მოდიანო. მაგრამ ვერავინ დაინახა. ვინ იცის გაუელვა თავში, სადმე შეუხვიეს და მოსვლას არც აპირებენო. ხოდა წამოიძახა. ჰეი, გრეტელ, გამხიარულდი. რა კი ერთი სასმისი გამოცალე მეორეც მიაყოლე. მერე შეჭამე რაც შესაჭმელია და გულიც დაგიმშვიდდება. რატომ უნდა გააფუჭო ღვთის ნაწყალობები? ისევ ჩაირბინა სარდაფში. ერთიც გადაჰკრა. მერე მიუჯდა ვარიას და გემრიელად შეახრამუნა. ერთი ვარია რომ გაათავა და ბატონი კიდევ არ გამოჩნდა, მეორეს გადახედა. სადაც ერთი, იქაც მეორე. ერთმანეთს რატომ უნდა დაშორდნენ? მეორემ ვითომ რა დააშავა? მე მგონი კიდევ ერთი გადაკვრაც არ მაწყენდა. გადაჰკრა ღვინო და მეორე ვარიაც პირველის გზას გაუყენა. ჭამას რომ ამთავრებდა, ბატონიც დაბრუნდა და დაუძახა. აბა გრეტელ, დაუჩქარე, საცაა სტუმარიც მოვა. კი ბატონო, ახლოვე. ყველაფერს მოვჩები. უპასუხა გრეტელმა. ბატონი სუფრის სანახავად გავიდა. გაშლილია თუ არაო. თან დანა აიღო, რომლითაც ვარიების დაჭრას აპირებდა და ლესვა დაიწყო. ამასობაში სტუმარიც მოვიდა და კარზე მორიდებით დააგაგუნა. გააღო გრეტელმა კარი. სტუმარი რომ დაინახა, ტუჩზე თითი მიიდო და უთხრა. ჩუმად, ჩქარა თავს უშველე, თორემ ჩემმა ბატონმა თუ დაგინახა, უბედურებას გადაიყრები. ხომ არ გონია მართლა ვახშამად დაგპატიჟა. აქ იმისთვის მოგიტყუა რომ ყურები დაგაჭრას. გესმის დანას როგორ ლესავს? მიაყურა და სტუმარმა და ლესვის ხმა რომ გაიგონა, თავქუდმოგლეჯილი დაეშვა კიბეზე. გრეტელმა არცაცია, არცაცხელა. შევარდა ბატონთან და აყვირდა. კარგი სტუმარი კი გიშოვნიათ მე და ჩემმა ღმერთმა. რა მოხდა გრეტელ? რა ამბავია? Რაღაცა ამბავია. ლანგრით ქათმები შემომყონდა, დაავლო ხელი ორივეს და გაიქცა. ფუი მაგის კაცობას.
წამოიძახა ბატონმა, შეენანა მშვენიერი ვარიები. ერთი მაინც დაეტოვებინა. უვახშმოდ მომიწევს დარჩენა. გასძახა სტუმარს დაიცადეო, მაგრამ იმას ვითომ არაფერი გაუგონია. გამოეკიდა ბატონი, ხელში დანა ისევე ჭირა. მისდევდა და მისძახოდა. ერთი მაინც. ვითომ ერთი ქათამი მაინც დამიტოვეო. სტუმარს კი ეგონა ერთი ყური მაინც მომაჭრევინეო და ნიშანდურა მოსმულივით გარბოდა, რომ როგორმე ყურები გადაერჩინა. ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა. დაალაიქეთ, დააკომენტარეთ. და გამოიწერეთ არხი